დაგლეჯილი ცხვრები, გოჭები, ძროხები და სხვა შინაური ცხოველები. გორში მგლების შემოსევაზე საუბრობენ. კვერნაკის დასახლებაში ირწმუნებიან, რომ მტაცებელი ცხოველები მთიდან სისტემატიურად ჩამოდიან და მათთვის ზარალი მოაქვთ. მოსახლეობის თქმით, იმ შემთხვევაში თუ გარემოს დაცვის სამინისტრო მათ მგლების ლიკვიდაციაზე ნებართვას არ მისცემს, ზარალი კიდევ უფრო გაიზრდება. ნიკა გაბლიშვილი მუშაობდა თემაზე. კვერნაკის დასახლებაში მცხოვრებლები მგლების მასიურ შემოსევაზე ალაპარაკდნენ. ნიკოლოზ ღოლიჯაშვილი გვიყვება, რომ მტაცებელი ცხოველი გვიან ღამით მთიდან ჩამოდის და შინაურ ცხოველებს თავს ესხმის. მისი თქმით, დასახლებაში მსგავსი შემთხვევა არაერთხელ მოხდა. მოდიან მგლები, დადიან, ხარ მიდიან, ხარ მოდიან. შეჭამა ერთი თალი ხმო. შეჭამა და წავიდა მე. ნიკოლოზ ღოლიჯაშვილის მსგავსად კვერნაკზე მგლების ხშირ სტუმრობაზე სხვა ადგილობრივებიც საუბრობენ. შეწუხებული მოსახლეობა ამბობს, რომ მათ ცხოველის ლიკვიდაციის უფლება არ აქვთ, რის გამოც ისინი მტაცებელს ვერ უმკლავდებიან. მოდიან მგლები საერთოდ ტყეში დადიან. მოსახლეობაშიც მოდიან, ხარას შეუჭამენ ხოლმე იმას მოსახლეობასაც. მეზობელს ახბოი შეჭამა, ცხარი შეჭამა. გელი მოძიწყობენ შუაღამესა, კაცენებაზე მოძიმა. როგორ დამოკლება? მომენტი უნდა იყოს რომ მოხდა მოკლა და რიც დამოკლა მე. მე დაგიჭირენ. მოკვლის უფლება მე მგონი არ აქვს. ეგ უნდა შეუთანხმდეთ ადგილობრივ თვითმმართველობას. მართლა შემოდიან, არის შემოსევები, შემთხვევები ყოფილა. ადამიანი არ დაუზარალებია პირადად ფიზიკურად, მაგრამ საქონელი დაუზარალებია. აღსანიშნავია ისიც, რომ მტაცებელი ცხოველი რამოდენიმე დღის წინ გორის ცენტრში გამოჩნდა. გელი სტალინის გამზირზე ერთ-ერთ კორპუსში მცხოვრებ ოჯახში შეღწევას ცდილობდა. ცხოველის სამართალდამცველებმა მას შემდეგ მოკლეს, რაც მათ მიმართ აგრესია გამოავლინა. მოსახლეობა შესაბამის უწყებას მგლის მოკლის ნებართვას თხოვს. აღნიშნულთან დაკავშირებით გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო კომენტარს ხვალ გააკეთებს.